მოგესალმებით, მეგობრებო, კიდე ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც დავარქვი მეხვალიეობასთან ბრძოლის რეცეპტი. რეცეპტები ყველას უყვარს და მოკლედ ეს ამ ვიდეოში იქნება რეცეპტი. ეხლა მეხვალიეობა რა არის ჯერათ ამით დავიწყოთ procrastination-ზე არის საუბარი. ეს არის ქცევა, როდესაც ხშირად ბოლოვადამდე გადავდებთ, რაც გვაქვს გასაკეთებელი. ანუ გამოცდა თუ არის 18 ივლისს, რა ვიცი, მაშინ 2 ივლისს დავიწყებთ მომზადებას, საბუთები თუ ჩასაბარებელია ტენდერზე 2 კვირის შემდეგ, კვირანახევრის შემდეგ დავიწყებთ მომზადებას და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან ეგეთი ხუმრობა არის, რომ ქართველი სუპერგმირიო, აი როგორც სუპერმენები და სპაიდერმენები ხო არიან, ქართველი სუპერგმირი არისო ხვალემენი. ის გააკეთებს ყველაფერს ოღონდ ხვალ, ხო? ეს ხვალ, რა თქმა უნდა, გადატანითია, რომ ხვალაც არ გააკეთებს, იმიტომ რომ ხვალაც იქნება ხვალ და ზეგაც იქნება ხვალ და ასე შემდეგ, ხო? ასევე ეს ჩვენი ხვალემენი არის ორშაბათმენი, ანუ ორშაბათიდან იწყებს დიეტას ან ვარჯიშს. შვებულების მერემენი, ანუ შვებულების მერე დაიწყებს რაღაც პრობლემის მოგვარებას, დეპოზიტის შექმნას, მომავალი წლიდან დაიწყებს, ბავშვები რო წამოიზრდებიან, მერე დაიწყებს, მოკლედ პროკრასტინაციას ბევრი სახე აქვს და ეს არის გადადება, ანუ პირდაპირ ხვალ, პირდაპირ გაგებით ხვალზე გადადება კი არა, მერემენი არის, ხვალემენი კი არა, მერემენია, ხო? და ეს მერე კიდე არასდროს არ დადგება, ხო? დაფიქრდით, თქვენ ხوار დაიბუდა ხვალემენმა. შენ ხوار ახარ ეს ხვალემენი, მოკლედ და შენ ხوار ახარ ეს ქართველი სუპერგმირი, ხო? შეიძლება რაღაც ასპექტში არ ახარ, პროფესიულ ასპექტში არ ახარ, პირადში ხარ, ან ჯანმრთელობის ასპექტში ხარ და სხვების საჭიროებებზე ძალიან ყურადღებიანი და ორგანიზებული ხარ, შენ საჭიროებებზე ხვალემენი ხარ, მოკლედ არ არის აუცილებელი, რომ საერთოდ ყველაფერში ხვალემენი იყო, შეიძლება რაღაცაში იყო ხვალემენი და რაღაცაში არა. მეხვალიეობას, ანუ პროკრასტინაციას ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. შრომის ხარისხს აფუჭებს, იმიტომ რომ ბოლო მომენტში გაკეთებული საქმე იმ ხარისხის არ იქნება. თქვენ საიმედოობას ეჭვის ქვეშ აყენებს დამსაქმებლის თვალში. რეპუტაციას გიფუჭებთ, ხო, თქვენი იმედი აღარ აქვს, მერე ხალხს როცა ხედავენ, რომ არაფერს არ აკეთებ და გადადებ და გადმოდებ, ხო? ნერვებს გაწყვიტავთ, იმიტომ რომ შენ ხო გახსოვს, რომ ის გასაკეთებელი გაქვს და ნერვები გაწყდება, ხო? მიირთვი გომბეშო არის ჩვენი ერთ-ერთი ვიდეო, ძალიან საინტერესო და მოკლედ ზუსტად მაგაზია ლაპარაკი, რომ გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე გაწვება, ასე ვთქვათ, ტვირთად და ნერვებს გიშლის, ხო? კონცენტრაციაში გიშლით ხელს. დღეს რაც სასწრაფო გასაკეთებელია, იმას რო აკეთებ, გეფიქრება 2 კვირის მერე სასწრაფო გასაკეთებელზე და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ პროკრასტინაციას ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. სანამ გავაგრძელებთ ახლა რა უყოთ ამ პროკრასტინაციას, მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენი ამ ვიდეო სპონსორებს, თქვენ შეამჩნევდით, რომ YouTube-ზე ჩვენი ვიდეოები რეკლამით არ არის დატვირთული, საქმე ის არის, რომ ჩვენი ვიდეოების სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები და სწორედ თქვენ ამ ჩვენი ტრეინინგების დამკვეთებს და მონაწილეებს გეკუთვნით დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაძლევთ საშუალებას, რომ უფასო და ხარისხიანი ვიდეო კონტენტი შევქმნათ, ხო? ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე flowmaster.g. ეხლა მეხვალიეობასთან ბრძოლის რეცეპტს დაგპირდით და ეს არის 4 სიტყვიანი რეცეპტი და 4-ვე სიტყვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა და გავშლი, ასე ვთქვათ, დეტალურად. რეცეპტი ესე ჟღერს, თუ გინდა ჩაინიშნეთ, მე ამას მაინც გავაკეთებ. მე ამას მაინც გავაკეთებ და ეხლა მივყვეთ თითოეულ სიტყვაში არის აზრი. პირველი სიტყვა არის მე და ეს სიტყვა მე იწვევს პასუხისმგებლობის აღებას და იმის გააზრებას, რომ საჭესთან მე ვზივარ, შენ ზიხარ საჭესთან, შენ პრობლემებში და არა სხვა ხალხი და გარემოებები. მაგალითად ამბობენ, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ, კომპანიამ რამე უნდა მოიფიქროს. არა, ეგ არის მეხვალიეობის ამბავი. მე ესე იგი პირველ პირში, მხოლობით რიცხვში უნდა იყოს დასმული საკითხი, რომ შენმა პიროვნებამ იგრძნოს პასუხისმგებლობის ტვირთი. ამიტომ მე გავაკეთებ, ამას ჩვენ გავაკეთებთ, ვინმე გააკეთებს, ისინი გააკეთებენ, არა, მე გავაკეთებ, ხო? ამას
კონკრეტულ გასაკეთებელ საქმეზე, ანუ task-ზე არის ისა. მე გავხდები მაგარი სპიკერი, არ არის task-ი. ამას გავაკეთებ ნიშნავს, რომ გასაკეთებელი ერთ ვიდეოს ჩავწერ, სლაიდებს გავამზადებ, 5 კილომეტრს ვირბენ, რა ვიცი, ჩავეწერები იოგას კლასში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ამას კონკრეტული task-ი უნდა იყოს, იმიტომ რომ გავაკეთებ უნდა მიუდგებოდეს, ხო? სხვანაირად ამ წინადადებას ვერ აწყობთ, თუ აქ კონკრეტული task-ი არ გამოყავით, ხო? ანუ გრძელვადიან მწვერვალებზე კი არა გვაქვს კონცენტრაცია, გვაქვს კონკრეტულ საქმეზე, ხო? მაინც არის მესამე სიტყვა და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, ეს სიტყვა გაძლევს უფლებას, ნებას, ქრთავს, რომ არ გინდოდეს ამ საქმის გაკეთება. ხშირად ჩვენ ველოდებით, რომ უნდა მოგვინდეს და უნდა გაიაროს სიზარმაცემ და მოვიდეს სურვილი, мотиваცია და ასე შემდეგ. მაინც სიტყვა მაინც გულისხმობს იმას, რომ მე არ ვიქნები ხასიათზე და მაინც გავაკეთებ. არ ვიქნები მონდომებული, მოწადინებული და ბედნიერი რომ ამას ვაკეთებ, მაგრამ მაინც გავაკეთებ, ხო? უქმდება იმის აუცილებლობა, რომ სწორ განწყობას დაველოდეთ, რაღაც ამინდი გამოვიდეს და ასე შემდეგ, ხო? არაფერიც არ გჭირდებათ, მაინც უნდა გააკეთოთ. მიუხედავად იმისა, როგორ ხასიათზე იქნებით და გავაკეთებ, გვაკონცენტრირებს მოქმედებაზე, ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე, ანუ მოვიფიქრებ, დავფიქრდები არა, გავაკეთებ, არის მოქმედების სიტყვა, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ჩვენ რეცეპტში, ხო? ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად, რა ხა მოქმედებაზეა ლაპარაკი. პირველ რიგში მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენც და YouTube-იც ამით ვხვდებით თქვენ როგორი ვიდეოების ნახვა გინდათ და რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, ხო? ამის შემდეგ, რაც ჩვენ არხს გამოიწერთ და ვიდეოს მოიწონებთ, დაფიქრდით, რა საქმეები გაქვთ გადადებული სახვალიოდ, საორშაბათოდ, შვებულების მერე, საახალწლოდ და ასე შემდეგ, ხო? თითოეულ საქმეზე, რომელსაც გამოყოფთ, რომელიც არის მნიშვნელოვანი, გამოყავით, დაწერეთ 2-3 კონკრეტული ნაბიჯი. ანუ დიდი გეგმა კი არ გვინდა 27 გვერდიანი, ჩვენ გვინდა 2-3 კონკრეტული ნაბიჯი. დარბაზის აბონემენტი უნდა ვიყიდო. ის ამას გადასახდელი უნდა გავარკვიო სად ასწავლიან ესპანურს და ასე შემდეგ. 2-3 კონკრეტული ნაბიჯი. უმეორეთ თქვენ თავს, ესე იგი, მე ამას მაინც გავაკეთებ. მე ამას მაინც გავაკეთებ. შეიძლება თავიდან ხელოვნური იყოს, ან ნუ დარდობთ, იმიტომ რომ fake it till you make it. მე გადავაბუნებრივში, ხო, თავიდან დაიწყოთ, მე ამას მაინც გავაკეთებ. გაჯიუტდით, თქვენ ჯიუტობა მეხვალეობაში კი არ გამოიყენოთ, აი ამის გამეორებაში გამოიყენეთ და აღმოაჩენთ, რომ დიდი მიზნები ერთი ნაბიჯით ახლოსაა. მართლა თუ გააკეთებ მაგას, მაინც ყველაფრის მიუხედავად, აღმოაჩენ, რომ ერთი ნაბიჯით მიახლოვდი დიდ მიზნებთან და როგორც აი მიირთვი გომბეშოშია ნათქვამი, ხშირად პირველ ნაბიჯს რო გადადგამ, სერიოზული მოზღვავება მოყვება ამას ენერგიის, რომელმაც შეიძლება მოგცეს ენერგია, რომ კიდე 1-2 ნაბიჯიც წინ წაიგდო. მოკლედ ეს არის ჩვენი რეცეპტი, სცადეთ და მომწერეთ რა გამოგივათ ამ მე ამას მაინც გავაკეთებ მეთოდით. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს არის რაც ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.